მეგობრებო, გადავიღებთ დათარსულებს, გადავიღებთ კარა ვუყურებთ და ასე რა. ვიძინა დავაფსი. ხო ამბობ არა გიჟია ეს ბავშვი. რატო? რა მივარეს უნდა მეკნა? პოლიკ, გამახსენე რომ ნერვები არასდროს მოგიშალა. დამიჯერე დასავიწყებლად დრო არ გექნება. რა ჭირს აკაურობას? ომის ანახავად მოვედით. ჩვენი ქალაქის ისტორიაზე პრეზენტაციას ვაკეთებ სკოლაში და რამდენიმე სურათს გადაღება გვინდოდა. და რა ჭირს აკაურობას? რემონტდებით თუ? როგორ შეგიძლიათ კაცო მობძანდით და რამდენი სურათის გენებოთ ჩემბატონო იმდენი გადაიღე. ოღონდ ეს თარსულას მუზეუმი აღარაა. ჩვენმა უფროსმა შენობა აუქციონზე იყიდა და ახლა ეს სტალინისა და რუსული ჩემპის მუზეუმია. დიდება მისაკრეს. მთლიან ისე არ მაქვს მაშ ხუა საოცარი ამბავი. და თარსულას მუზეუმი რო არ დაგენგრიათ ისე არ შეიძლებოდა. საერთოდ როგორ არ გცხვენიათ, ან როგორ ბედავთ. იქაურობა ჩვენი ქალაქის ისტორიული არტეფაქტებით. 1000 არტისტის ნაშრომით, ისტორიული მოვლენების მეგობრებო, ანუ და აი მე რა დათარსულები, რა ქვია, პოლიკას და პაჭოს ჭხუბი რო იყო. მაგას ამ ვიდეოს მე გადავიღებ, რადგან ანუ მაგამდე ძალიან ბევრი დრო დასჭირდება და ბარემ ახლა ახალი გამოსული როა ახლა გადავიღებ რა ეს ჯობია რეკრეაციით და ახლა რა ბედი ეწევა ამ ყველაფერს უყურე ამ შობელძავს რა მოგონა აუქციონზე გაიყიდება მაგრამ მაგ ყველაფრის სანაცვლოდ სამაგიეროდ ჩვენ მუზეუმში მომავლის სექციაც გვაქვს სადაც ნახავს თუ როგორი იქნება ჩვენი სკოლა მომავალში როცა კვლავ მოვახერხებთ და შევუერთდებით დედა რუსეთს ბიჭო შენ ხო არ გაჟრიამულებს რუსეთი ჩვენი მტერი არაა შენი მტერი შვილო შენი მშობლები არიან დებილად რომ გაგზარდეს შენ ბიჭო ლიდაკავეს მოპოვებული ინფორმაციით მას ბრალი მეგრელი ხალხის წინააღმდეგ ქსენოფობიური ნიშნით დევნა შევიწროებასა და საკუთარი ქმრის გაუჩინარება შეედება ბრალი. გადაცემაში ასევე ნახავთ ყოფილმა სუპერბოროტ მოქმედმა კანტრონმა რომელიც 2 წლის წინ თარსულას აწერორებდა ახლა რეპერის კარიერა წამოიწყო და ქართულ სმენელში დიდი პოპულარობას მოიპოვა. ახლა ინტერვიუთი სწორედ მოდივარ პირდაპირ მუზეუმთან შევხვდეთ. როგორც ჩანს აპირებენ აი მაგ რაღაცა მუზეუმის დაწყოს რაც ანუ სადაც თავისი სკოლა იყო. აი განდრონი რეპერი გახდა. ყველანი მოუთმენლად ველოდებით. ურახტებ, მაგრამ ეს ხმები ბერჯში გადახებთ. მოიცა, მგონი არასწორად მიკეთია ეს მასკა. ეს ხე ვინდადო აქ? კარგად უკეთიათ. რადგან თვალები აი კარგად აქვთ. ჩაოლობრივად აქვთ. მეგობრებო, სამაშენჯეთ. ჩაოლობრივად კარგად აქვთ რა. არაფერი ისეთი არა. ვინ პროჭობს პოლიკ რა არის ეს რა მასკები გაგიკეთებია? რა ზერჯი ჩემ მასკებს შენ ხوار გაგაჟვაშებ. სერიოზულად გეუბნები თვალის ხვრელები ისეთი ვიწროა ასე მოგია საყარო შენი მოჭიმული პროჭიდან უყურე. გაიგეთ ხალხო? ბაჭო რა მაგრა იხურა? არავინ არ გაიგონ. გაიგოს. შეკეც ბაჭო. და საერთოდ მადლობა თქვით რომ ამდენი ვიწვალე. რა იწვალე ერთი. რა და ჩემს ბალიჩის პირები მოპარე ამ ნიღბების გასაკეთებლად. დედა ჩემმა ეგრევე მამა ჩემს დააბრალა შენ მოიპარეო. მამა ჩემიც ხო გიჟია და იმის მაგივრად სიტუაცია დაეწყნარებინა კიო. მე მოიპარეო. დააცხეს ერთმანეს ერთი ამბავი იყო. თქვენ კიდეთ გახართ აქ და თვალის ღრიჭოს სიფართოვეზე წუწუნებთ. მოკლედ მოკეთეთ და საქმეს მივხედოთ რა. ეს რომელმა ვიტავით რო ხრელი და ვერაფერს ხედავ. გონი გაიოზაიო. მეგობრებო, თქვენ მგონი ამდენს იმიტომ ბაზრობთ რომ პატარა ჩაიჭვით და ამის გაკეთების გეშინიათ. თუ ხოძე არ ხართ ეგ მაინც თქვით და წავა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას უყურებ. კაი ხო, კაი. ხოძებთ. მივხედოთ საქმეს. მომხოტანიანთ პაჭოს და ჭახანს. ბენზინი ჩავიდავსო. დავაი ახლა თოქს დავუყვეთ ყველა. სადაა თოკი? აი ვიპოვე. აი აბა თოქს მოვეჭიდეთ და ჩავხდეთ. მეორე სხვა რო ყოფილიყო რა. კარგად გამოჩნდება რა ის ბანცობა ნახე ორი ერთნაირი. გერა ბიჭო აი. ერთი ამოტრიალებული ვარ გავაჩინე. აქ ნახე. სუნა ჭახანა და პაჭო ხტებიან და პოლიკა და გაიოზი უკვე გახსნა. ხაი ამას გეუბნებოდი ვიწრო ღრიჭოები აქვს კოდითავ. ვიწრო ღრიჭოები გაგტვინში გაიგე ბიჭო. ხმას დაუწიეთ ჩუმად. კაი აბა. დავასხათ ბენზინი? კი. კანდრონი რეპერი გახდაო. ალბათ ეს როცა რეპერი გახდა ეს სიმღერა მაგ დროს დაწერა როცა როგორც რეპერები წერიან რა. მეგობრებო, მე ვუყურებ
ბათლებს მაგაზე შეიძლება ვიდეო დავდო. Only cara sakete uqule. როთქოცა ან მაგარია აი ძალიან მაგარიც არა შალავერები აქ ფეხსაც მომს რა უნდა შეთუმე ვერ გამიგე განდრონი და გარიგებს ნახე წეღარა უთხარი აი ერთ დღეს ორივე უნდა დაეწყოთ რა ეგრება ერთს გაიგებენ მე ალბათ თუ პირველი ის მუზეუმი დაგვიწვევსო მეორესაც დაგვიწვევენ და ცოტა რო ეფიქრათ მეორესაც დაუწვევდნენ ნუ დაუწვეს ბოლოს ცოტა მეგობრებო აი რო კაკანკალებს ხო ის რატო ვარ ბიჭო უფროსმა დარეკა გაგიჟებულია ეგ რანაირად არის ეს მეორე მუზეუმია თუ რა პირველში არის მეორეა მაგრამ პირველში უკვე დამწორია მაგრამ ჩვენი მუზეუმი დაწვეს ამ ნაგლებმა ამათ ვაღა და უყურეშენ მე დღეს ვიღაცა დაცვა დაუყვანიეს თურმე ჩვენ უფროსმა აიყვანა ძალიან თესლი ტიპიაო და ეგ მოდის უნდა შევწყვეტს აი სახო აი მე რა ქვია და მოვიწყდა მაგრამ ის სიზმრების სამყარო რო შექმნა ვიცი მე ეგ მაგრამ მოკიდია ვაფშე განდრონის და მაგეჭხუბი მაგარი სანახაობა იყო შეიძლება ამის მერე აღარც გადავიღო პოლიკას და რადგან მაგას უკვე ბევრჯერ ვუყურე მაგრამ შეიძლება კიდევ რა აღარ უყურე ხოლმე მაგრამ წელიწადში უბრალოდ არ მქონდა მაშინ გადაწყვეტილი და აუ ახლა მაგ ტიპის ტვინის ღუნვას უსმინე რა მაგრამ ვინ უნდა იყოს ეგეთი შემე მოსვამთ თავის ადგილზე მაიცა აი მოვიდა მეგობრებო კამერა ახლად გახსნილ მუზეუმში 4 პიროვნება და შენობას ცეცხლი მოუგია დამნაშავეები ნიღბებს ატარებდნენ ექსპერტებმა დამნაშავის ამოცნობას სცადეს თუმცა ნიღბებს იმდენად ვიწრო თვალის ხვრელები ჰქონდათ რომ მათი ამოცნობა ფაქტიურად შეუძლებელია თუმცა ექსპერტების თქმით ვიწრო საერთოდ არ ჰქონდა ერთ დამნაშავეს ძალიან რა ქვია ანუ ტანსაცმელები აი ცოტა რომ თავიჭკვიანდეთ აქ ხო ტანსაცმელები ყოველთვის იგივე აწვიათ და ეგრე მიხვდებოდნენ მაგრამ აქ ცოტა ისეთია სამყარო და ძალიან დიდი თავი აქვს მოსახლეობას მომხდართან დაკავშირებით სხვადასხვა აზრი აქვს აი ვენაცვალე ხელებში და სულში ვინც ექნა რა მე იმაზე დამწყდაგული რომ ჩვენი თარსულას მუზეუმი დაიხურა თორე ეს საყორე რო დაიწვა მაგის მომხრე ვარ კი ყველას გვესმის ეს როგორი ამბავიცა მაგრამ რა აუცილებელია ასეთი აგრესიული ფორმით გამოხატვა ცოტა სიმშვიდე შევინარჩუნოთ კაცო ეს მორწმუნე ჰა ვისაგინე ბიჭო მან არ მომიყვანო მეთქი რას ქვია ვერ მოვალ როცა მინდა მაშინ მოვალ თარსულაში ნუ ვის ეძახი ყუანა მოღალატეს კაცო ჩვენ არ კობარო გაქრა ეგ ყველაფერი ბოლო აი რამდენი სერიის მერე გაიგეს ყველა მოფე ეგ მაგარი აქ კობა ზედმეტად წითელ თვალები ვიდრე ხანა ხოლმე და რაზე მეკითხებით თქვენ კაცო რა გინდათ ანუ თარსულას მუზეუმი დავალიანების გადაუხდელობის გამო დაიხურა მეგობრებო აი მითხართ რაზე ამბობენ არ ჩავყაროთ მეგობრებო დაგებრუნდებით მეგობრებო აჰა მოვედით ესა მეორე მიღლა პოლკამ ვაფშე ხვრელები აი ყველა ჩანს ვინ არა მეგობრებო აი პაჭო მიხდიო პაჭოა პოლიკა ანუ ვიცი მაგრამ აი ძალიან ჩანან მაგათი სახეები და მოგწონთ ნიღბები ღრიჭოები გაუზარდე არა ახლა ხვრელები ზედმეტად დიდია ხო რავი ვინმე არ გვიცნობს თვალები გვიჩანს პირი ნიკაპეა რავი თმას მალავთ ფაქტიურად თუ რა ხდება მეღადავებით კაცო წვრილი ხვრელია წვრილიო გინდოდა დიდი და აჰა ხო მაგრამ ახლა ყველა გვიცნობს ბარემ საერთოდ არ ვატაროთ ეს მასკები იმიტომ რომ მაინც დაგვიჭერენ და ყველა იმაზე დაიწყებს ლაპარაკს ეს საშინელი მასკები რაღაცო ეკეთათო
რავი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოდის პონჩი გვეკეთა რა. ვითომ მოდური განცხადება გავაკეთეთ რა თუ რაღაც ეგეთ. ხო, ვითომ ახალი მოდა. კი, ხვრელების მოდა. დიდი ხვრელების მოდა. აუ, მიიჭვით ბიჭო. აი, ხედავთ? ფართო ახრელი, ნაკლებია პრობლემაც. არა და ყველას პირიქით გონია ხოლმე რატომღაც. რას ბოდა პოლი? და ხვდები ამიცი. ჩემთვის. ცოტა იარი, რას გაჩვენდით, რა ხდება? ფუშენი. აბა, აქ ვინ ყავსო? შემიღა ხარ. მე თქვენი კოშმარი ვარ. მოიცათ კაცო, გაჩერდით. ო, მართლა. თქვენ აქ რა მართლაც, ანუ ეგ ზოგი ისეთია, ზოგი თulis კოშმარია, აი ღამის, აი სიზმრები სამყარო. ხება იმურო ბავშვო, რა მინდა? შენ ოთახში დაჭრილი ბავშვის პირები ვიპოვე და მივხვდი ყველაფერს. ანუ დრამის garaში არც ეს ამბავი ჩაივლის. აი ამ მომენტს ელოდებოდ გამახა. ყველაზე კაი მომენტი. თუჩი არა, მაგრამ კაი მომენტია და. აი მეგობრებო, ამით ჩვენი ვიდეო სრულდება და ნახვამდის. მეგობრებო, ნახვამდის.